გამარჯობა, მოგესალმებით 38 ეპიზოდით, ტვინის გასაღების 38 ეპიზოდით. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, საბა ჯანაშია და წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღაჩოვის. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა საბა. გამარჯობა თორნიკე, ცოტა ომახინად და მომღიმარი გადაცემა გვაქვს და სერიოზულობა ჩვენ გვერდზე გადავდეთ წინა გადაცემაში როგორც შევპირდით ჩვენ მაყურებელს და ამიტომ მინდა რომ ისეთი განწყობა კონდეს როგორი გადაცემასაც ვაპირებთ რომ კონდეს. და მე მინდა პირველ რიგში დავიწყო მილოცვით. მინდა რომ მოგილოცოთ მეგობრებო, დამდეგი შობა ახალი წელი. მინდა გისურვოთ და საქართველოს უსურვო შვიდობა პირველ რიგში. ეს რაღაცა ქაოსური სიტუაციები მალე დაალაგებული იყოს და დამშვიდებული იყოს ყველაფერი. მალე გამთლიანებული იყოს საქართველო. ნამდვილად. და მე მინდა რომ ვისურვო რომ ეს წელი იყოს მართლა ყველაფრის დაალაგების და კარგისკენ წასვლის წელი რა. დასაწყისი წელი რა. სულ ყოველთვის ქართველები ხო იცი ვიძახით რომ აი იმ წელს წაეღო, სამ წელს მოეტანოს. ეს წელი მართლა გულით მჯერა რომ აი ყველაფერი კარგისკენ წასვლის წელი. მაქსიმალურად სტაბილურობის წელი ყოფილიყოს რა. კი, ყოფილიყოს. მიულოცავ ყველა ქართველს, ჩვენ მაყურებელსაც და ჩვენ ჰეითერებსაც და ზოგადად ყველა ქართველს, ყველას კი. ემიგრანტებით დამთავრებულს და მინდა რომ გახსნილად გამოვაცხადო მოკლედ ის რომ აი დადგა ის დღეც, უბრალოდ ესე ვიტყვი, რომ რაღაცნაირმა რა ქვია, რაღაცნაირმა გვერდმა თუ მაგდა გუგულაშვილი ყოფილა ავტორი. რაღაცნაირმა გვერდმა ჩაიხანამ, მაგრამ თქვენ მეგობრებო უფრო მე მგონი ქვის ხანა უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ისეთი სტატია გააშვალეს აქ, რომ ჯერ ანაირი ისინი კარიკატურები ჩაუხატიათ და მაგრა უწვალიათ, უშრომია, დაუფასოთ შრომა. ჩვენი ციტატები იქ უწერიათ რომ აუ ეხლა აი ამონ ბეჭმა დაიწყეს თურმე პოდკასტი და თურმე ამას ფიქრობენ. რა თურმე ეგ ყველასთვის ისედაც ცნობილი იყო. და ეხლა თქვენ ამითი რა გინდათ რო ქნათ მე კი ვიცი და თორნიკე მაცის, მაგრამ რას გახდებით ეგ კიდე მეორე საკითხი არის. ეს ძალიან კაი სტატია ჩვენთვის რა. ესე გამათ ჩვენ პრობლემას წარმოვადგენთ. კიდე მეტად უფრო უნდა ვეცადოთ რომ ესენი გავაღიზიანოთ. ხო და როგორი მომენტია ხა წარმოიდგინე რომ აი მე მართლა არ წამიკ იმხელა რაღაც იმდენი რამე წერია რომ აი საერთოდ არ წამიკითხე, იმიტომ რომ სათაური რო წავიკითხე უკვე მივხვდი იქ რაც ეწერებოდა მართლა მეც არ წამიკითხე დედა აიმენა შენ თავს მეცაურ და ბოდიში იმ ადამიანის შრომას რო ესე რაღაც აბუჩა თავგე და არ წავიკითხე, მაგრამ აი მართლა დარწმუნებული ვარ იქ ყველა სიტყვა ვიცი ზუსტად რას ეწერებოდა, აი მართლა ზუსტად ვინტო სათაურით გამოჩნდა ეგ ყველაფერი ხო და აია წერონ ესეთი სტატიები და იყვნენ რა, არ არის პრობლემა. და ვიდეო დავურთეს რომ საბა ჯანაშია ღია ამაღლობის დაჭერას ან და ვიდეოში რა ხდება იცი პროსტა ის თქვით რომ ცოტა გავიცინოთ. ვიდეოში სიტყვით ამას ვიძახი რომ სამაგალითოდ თქო იმიტომ ესე ამოღებულად და გამორჩეულად იმიტომ დაისაჯა მზია ამაღლობელი თქო რომ იმ მომენტში აქციების დროს ისეთი ამბავი იყო ატეხილი რომ ხა ქუჩის გადაკეტვაზე 5000 ლარიან ჯარიმებს ჩვეულებრივად იწერენ, რავი, არაფერში და რავი, ხა სილაზე რომ რა ჯარიმა ყოფილიყო, აი დარწმუნებული ვარ, ხვდები აი კაპაკუპიებოდა. ხო და რავი, ეგ იყო პრეტენდენტი არ დაუშვეს და მაგიტომ გააკეთეს თქო. 7 წელს მაშინ იყო 7 წლიანი მუხლი იყო და ძალიან ბევრია თქო 7 წელი თქო რა, ხა მაგდენი ის თქო არ არის, მაგრამ არ თქონია რომ მაგდენი ხანი ვინმე რამე სამკალს გააჩერებს თქო. აი ეს თქვი და მე ვაგზელებ იმით რომ მე რომ მეთქი ხა შეცდომა დაუშვა მეთქი რა რამდენიც უნდა იქ რაც უნდა ის ეკნა მეთქი და სილა პროსტა არ უნდა გაერტყა მეთქი რა ეხლა რავი არ მოსვლა მე რომ სილა გავარტყა ეგეთ სიტუაციაში კი რა რანაირ სიტუაციაში წავ იყოს ვინმეს ძალიან მაგრა დავიჯები ვიცი და ეხლა მოვა და იქ დადგებოდნენ და იქ გამოუშვით არაფერი არ უქნია ხო არა ეგ არის ზღაპარი და აი ეს ვილაპარაკე და წარმოიდგინე რამხელა პრობლემა არის აი მოსმენილის გააზრების, ხა წაკითხული პროსტა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ წაკითხული გააზრებით ხო აქვთ, მაგრამ მე არ დამიწერია ეგ რომ წაკითხული. რამხელა პრობლემაში არიან. წარმოიდგინე, რომ აი ეს ვიდეო ეხა კომპრომატაც მოიყვანეს, რომ ვითომ ეხა ეს ბიჭირებს ლაპარაკობს, არ ვიცი, რა ერქვა,
ქვისკანა? ალბათონო მაგდა, ანუ მაგრა გიმუშავია. მაგრა გიმუშავია. თან რაღაც სინდიკატის წევრები რო ვარ ჩვენ. კი, სინდიკატის წევრები და ესეთი კარიკატურები. თუმცა ოცნება მაგარ შეკრიბა ეს ხალხი, რომელიც ხალხი იქ არის, ვა, საერთოდ არ ერთი უცხოისი უნდა ყავდა და ხო, იმიტომ რომ ხალხი უსმენდა და გამოვიყვანა. იმის იქით ხარა, მას იმის იქით საერთოდ ანუ არავინ ბავშვი ცხოვრებაში ნანახი არ ყავს, არჩენ და არც მევინები არიან, საერთოდ არავინ არ ვიცით. ნუ ეგ აი როგორი მომენტია, იცი რომ ისინი რას ვერ ხვდებიან, იცი რომ უბრალოდ განსხვავებულ აზრზე ვართ ჩვენ. ჩვენ პროპაგანდა რაღაც სულ სიტყვათ არის, მაგრამ პროპაგანდა არსებობს, შეიძლება პროპაგანდა რაღაც სუდი მხარით გამოიყენო, ან კარგი რაღაც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა არის რაღაც ან 1000 რაღაც. შენ ახლა პროპაგანდისტიკა ჯანსაღი ცხოვრება. ხო, აი სუდი სიტყვა. ჩვენ მეწევით ჩვენი ქვეყნის პროპაგანდას და ჩვენ გებძით თქვენ. ანუ პირდაპირ აი თქვენარი იდეოლოგიას ამ ლიბერალურ რაღაც გარხსნილ ნეოლიბერალიზმის რაღაცა საშინელ ანუ ამ მანკიერ თვისებს ვებძვით ამას და ჩვენ ანუ ვებძვით პირდაპირ რა ეს როგორც გინდა ისე გაი თუ გინდა პროპაგანდა და არ ვქით ამას რაც გინდა ის და არ ვქით ჩვენ უბრალოდ სხვა იდეოლოგია გვაქვს ჩვენ სხვანაირად ვფიქრობ უბრალოდ ჩვენ ერთ აზრზე არ ვართ სხვა თქვენი შეხედულებები გვაქვს მე თქვენ გასხოვებით მე თქვენ შეხედულებებს საერთოდ არ ვქთ მაგრამ პატრიცემ თქვენ აზრებს ისაუბრეთ ესე რაც გინდა ის იფიქრეთ მაგრამ ჩვენ აქეთ ეს ფუნქცია გვაქვს რა ჩვენ აგიტო გავაკეთეთ ეს გადაცემა რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს YouTube არხზე და ეგრეც არის და რაღაცა თანამოაზრებით ეს თქვენ რო აქ იმას იძახით რომ უმცირესო პირიქით უდიდესი უმრავლესობა ვარ ჩვენ უბრალოდ ეს ეთერებში არის მოდა ანუ ინტერნეტ სივრცეში თქვენ ხართ აქ თავარი თქვენი ყავით ყოველთვის და თითქოს ისე იყო ეს ყველაფერი წარმოდგინე რომ თქვენი ყავით ქვეყნის უმრავლესობას და მარტო ეს აზრი ფიგურირებდა ჩვენ ეს გვაწუხებდა და მაგიტო გავაკეთე ეს გადაცემა რომ სხვა აზრით ოღონდ ეს სხვა აზრი არის უმრავლესობის აზრი რომ იყოს გაჟღერებული და ამას ვაკეთებთ კი ზუსტად ამას ხომაღლა ვიძახით და სულ ეს არის ჩვენი მიზანი ხო არ გვაქვს უფლება ისე მაინც ანუ არ გვაქვს ესა ხალბატონო მაგდა უფლება რომ ანუ ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ ანუ თქვენი აზრით აი რო დაფიქრდეთ რა ჩვენი გადაცემის თუ გიყურებიათ სადმე რამეს აი ერთხელ მაინც მოგისმენიათ რომ რამე ჩვენგან არა ორგანულს ლაპარაკობდეთ ან აი ჩვენი გულიდან არ მოდიოდეს ეგ და აი გონიათ რომ ეხლა აქ რადგან ლეპტოპები გვიდევს აქ დაწერილი ტექსტები გვიწერია და ეხლა ან რამე ერთი შემთხვევა ვინმე სადმე აი რაღაცა რამე პროექტი რაღაცა აი რაღაცები აი გაგვიკეთებია სიტყვაზე ვიღაც აი ქართული 20 მეგონი სიტყვა ბავშვი სულ სამჯერ შეიძლება ნახსენები ქონდეს ხო ანუ აი საერთოდ ანუ მე არა ანალიზის უნარი არა აი უბრალოდ კი როცა ანუ ამათ სასიკეთოდ არ ლაპარაკობ ამათ სასარგებლოდ არ ლაპარაკობ რაც გინდა ისხარ ანუ აი რუსით ხო იწყებოდა გახსოვს ადრე აი ყველაფერი ხარ მტერი ხარ მონდა ხარ მოღალატე ხარ ეს ხარ არა და ეხა ნახე ეხა მინდა ვიდეო აი ის კითხვა თუ გაგიზეთ ჩვენსკენ რატო არ ხართ აი ერთ კითხვა თუ გაგიზეთ ერთ ვიდეოს ჩავრთავ თქვენ ვისკენ ხართ ან ესენი ხართ ან ამათ გვერდში მდგომები ხარ და ეს კაი ვიდეო შევხვდა და მოდი აი ამ ვიდეოს გვერდში გროდ გახარ უკვე პრობლემაა ჩვენ ამათ კი ბატონო აი ამის პირადად აი ამ ყველაფრის წინააღმდეგი მოდი აი ამით დავიწყო და ფუნდამენტურად აი პირველ ადგილზე იქნებოდა ის რომ აი ამის წინააღმდეგები ვართ პირველ რიგში თორე შეიძლება ჩვენს ბევრი რაღაცა არ მოგწონდეს და არ მოგწონს კიდევაც მაგრამ ჩვენ ამას ვებრძვით თავარი პრობლემა არის ეს კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხო აი ხუთეულში ერთ-ერთი ეს არის კი და მაქსიმალურად ხა ის რაღაცებს ლაპარაკობთ რაც ჩვენ კომპეტენციაში არის და შეგვიძლია აღვიქვათ და დავინახოთ და გავიგოთ და მოვისმინოთ და ის მომენტი ხო არ გვაქვს რომ რაღაცა ეხა აუდექი და რაღაც ისეთ საქმეებში ვერევი და მაქსიმალურად ჩვენ ისეთ რაღაცებზე აზრებს არ ვაფიქსირებთ რაშიც ანუ არ არანაირი კომპეტენცია არ ვიცით ხო რა არც ვისაუბრებ არასდროს ეს ყველაფერი არის ჩვენი თვალით დანახული ჩვენი იმით ტვინით აღქმული ყველაფერი და ჩავრთით ეს ვიდეო და აი პროსა რა სიმახინჯე არის რა აქ რა არის თავი რასაც მივახცეთ ამ 5 წლის განმავლობაში მეტი ადამიანი არის გეი ახლა ჩვენ ვართ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა გეიც ვიქნები ტრანსიც ვიქნები და ლესბოსელიც ვიქნები შემიძლია ესე იგი აი ეს დროშას დავიკავოთ ვიტებით ნაკობენ აი ჩემი ერთ-ერთი best friend-ი ყავს მეორე best friend-ს სუპერ ორგია არა ერთი მეორეს ყავს მეორე მესამეს პირში აძლევს ეგეთი პონტია ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს დაუჭერდით კი ეს ვიდეო ეხება ლოკალურ ბავშვებს იმ პატარებს რომლებიც უნდა გაიზარდონ რომლებმაც უნდა მიაღწიონ წარმატებას რომლებიც უნდა იყვნენ ჩვენი მომავალი მე აი ტრანსგენდერებთან მაგალითად რაღაც ხელის ხაზის ტიპის კონტაქტი მაქვს, მათი ფიზიკურად დაცვა, ხმამაღლა დაცვა,
და ამ სტიგმების მსხვერპლად მუნიციპალიტეტმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ქუიარ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. ეს არის ხა. რა ძიმე ვიდეო ეს ბოლომდე ან რო იწყებოდა ერევე ანუ არ ხართ ესენი ეხა თქვენ ანუ გინდა თქვათ ქალბატონო მაგდა მოდი ეხა თქვენ სტატიების წერა გეხერხებათ არაფრის მომცემი სტატიების წერა გეხერხებათ ვიზეც არის და ისინიც ვარ კითხულობენ ეგეთ სტატიების წერა და აბა თუ ეგეთი რაღაცა ის სამშობლოზე შეყვარებული ჩაიხანა ხართ და არა ქვისხანა მაშინ გააკეთეთ აბა ესეთი სტატიას დაწერეთ და მე დავიჯერებ მართლა თქვენ რაღაცა მართლა გინდათ რომ რაღაცა კარგი ხართ ხო ობიექტურები არ მაგასო ჩვენ ამას ვებრძვით ანუ ჩვენ ვართ ბარიკადის მეორე მხარეს თქვენ ხართ სხვა მხარეს და ჩვენ იდეოლოგიური ბრძოლა მიდის რა ჩვეულებრივი რა თქვენ ეს შეხედოთ ჩვენ ამ იდეოლოგიას ვებრძვით თქვენ ამის მომხრეები ხართ თქვენ ჩვენ იდეოლოგიას ებრძვით და ებრძოლით მე არ მაქვს ამის პრობლემა და თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროში კაი კიდევ ვცდილობთ რომ ვიცხოვროთ კიდევ ერთ ვიდეოს იმას გაუშვებ რასაც ჩვენ ვებრძვით მაგალითად და თქვენ ვინები ხართ აი გაჩვენებთ იმ ხალხში მე დავინახე რომ იმათ ძალიან უყვართ ქრისტე ის ვიდეო გაიჩნდა ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე ძალიან უყვართ ქრისტე მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეწყოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ ძალიან უყვართ მოდელი ძალიან უყვართ ეკლესია როგორც იოანე დამასკელი წერდა სულით მინდა რომ სიცხეში გამოაყარეთ იმე ვარი პრინცი ძალიან უყვართ ქრისტე ძალიან უყვართ ქრისტე ძალიან უყვართ მოდელი ძალიან უყვართ ეკლესია სად არის საპატრიარქო ნუ თუ შეიძლება ისინი თქოს გავათეთრე მათი სახელი რომელსაც ესენი უფუჭებდნენ ეკლესიასთან ერთად არ გვინდა მეგობრებო აი თქვენ ხართ ესენი ანუ ეს ვიდეო არ მახსოვდა დედა მეც მინდა რომ ეკლესიის მგრეველი გამო ეკლესიის მგრეველი რო გამოხვიდე საბოლოოდ ვინ გამოვიდა ხუმრობდე მაგას ანუ რა არის ბიჭო აქ რა ანუ ერთხელ სადღაც რო რაღაცა ის გაქვს რა ქვია იმას რა სტენდაპი რო გაქვს და რაღაცა 30 კაცი გისმენს და ეს 30 კაცი რო გააცინო აი ეგეთი რაღაც უნდა იკადრო ვაფშე ანუ რა დედა მეც მინდა უყურა წარმოიდგინე ეკლესიას ვარბევენ და ანგრევენ და მანქანები თუ შედიან და ეძებდა დედა მეც მინდა ეს რა როჟა იქნებოდა წარმოიდგინე დედა მეც მინდა ისო გამოვიდი ხო გემოხვედი იხე მაგარი რამე ისე ბოლო ჯამში ეგ რო გინდოდა დარბის და იქ აგიტირებს ეს ამან რო გაათეთრა ხო ძალიან უყვართ ამათ ეკლესია ძალიან და შენ ის ვიდეო გაიხსენე წინა გადაცემაში გქონდა უნდა გაუბეროთ ეკლესია გასაბერი ეკლესია რომ უნდათ რომ ეყიდათ ხო და ფულიო შეაგროვეს ხო ეს სურვილი $3000 უნდა და თქვენ ხართ აი ეს ხალხი სანამ რამის ლაპარაკს დავიწყებთ რავი რაღაც ერთ კიდე აი თემას შევეხებით და მაგრამ სანამ რამის ლაპარაკს დავიწყებთ ეს ორი ფუნდამენტური რაღაცა მცნებები რაც ჩვენთვის არის სასიკვდილოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამას პირველ რიგში დავიცავთ გინდა პროპაგანდისტები გვეძახით გინდა ისინი გვეძახით გინდა ესენი გვეძახით იცოდეთ რომ აი ამ საკითხებში თქვენ თუ აი ამის მხარდაჭერები იქნებით ჩვენ ყოველთვის თქვენი მტრები ვიქნებით და ეს კარგად დაიმახსოვრია იდეოლოგიური მტრები ვიქნებით ყოველთვის შევეწინააღმდეგებთ ეს რაღაც იდეოლოგიური მტრები კი არა ყველანაირი მტრები ვიქნებით აი ამ რაღაცების საქართველოში იმიტომ რომ ანუ ეს არის მართლა ხო მე ვიდეო ანუ საქმის კეთების ხრი ანუ იდეოლოგია ხარ თავს კი არ მოვაჭრეთ просто სიტყვით დაუპირისპირდებით რა მაგას გულისხმობ რა თქმა უნდა გულისხმიდეო არა ანუ და ეს გამოდის და ახლა ეს და ამა ძალიან უყვართ ეკლესია ერთი ამათ უყვართ ეკლესია მაგრა და მეორე შენ გიყვარს სახლის კურთხევა და ის ლოცვა და ის რა ქვია მაგრა ეზარება ბავშვის მონათლა აი ეგენი მაინც მეზარება ზახანგაი რა მაინტერესებს გენდავში სერიოზული კაცი ერთმანეთს უშვებიან ამას ანუ მართლა აი ვინ უფრო კრინჯი იქნება ანუ მაგი წარმოჩინდებიან თუ ვერ ხვდები მართლა ანუ რა ამბავი არის ვინ უფრო დიდზე გადააფურთხებს მაგას შეჯიბრებია ხო და ანუ გახსოვს და ჩვენ გადაცემაში გქონდა რომ ანუ
LGBT ჟურნალი რო იყო გასაფერად. ბავშვებისთვის გასაფერად და პანიკა რო ატყდა მაღაზიაზე. პანიკა არა ისა და პანიკა მეთქა გაიხსენ და რაღაც უყით გავეცის ეგეც გაიხსენე. ხო ჩვენ თუმე ვიტყუებით რა. ჩვენ ფაქტს რომ დევს ხო და აი დევს სურათს ხო უყურებს რომ არის გასაფერადებ ხედავ რომ იქ უფალო შემიწყალი და როგორ არის აღარ მინდა ეს დეტალები რა საშინელება ხდება და ეს ტყუილი როგორ არის. და ეხლა წარმოიდგინე ბიჭო დაიწერა ესეთი საბავშვო ზღაპარი სანტა კლაუსი. რომელიც აი სინოფსისი რა არის რომ სანტა კლაუსი არის გათხოვილი სანტა კლაუსი და მისი ქმარი. ანუ მისი ქმარი არის შავკანიანი და ეს ერთად თანაცხოვრობენ და არიან ბედნიერად ერთად ის როგორ ორივე წვერები და სანტაა? ხო, ორივე წვერები არის, ერთი შავკანიანი, ერთი თეთრკანიანი სანტა, სოქმარი არიან და რომელიც სამსახურში ენაცვლებიან ერთმანეთს. ანუ ხო არის რაღაც საოჯო ცენტრებში ხო მუშაობენ სანტა კლაუსები და ერთი ერთ დღეს ეს არის, მეორე დღეს მომაკვდინებელი ისტორია. ეს არის რომ ერთმანეთს ენაცვლის ცეკვები და მხიარულება და აი ესეთი საბავშვო, საახალწლო, სასკოლო ის არის რა ქვია, ზღაპარი. აქ ხო უყურებს აგერ არის, აი ხო ჩანს აგერ რაც არის და ანუ ეხლა მე გვიძახეთ რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებ და პროპაგანდა არაბი ჩვენ გვეშინია რომ ბავშვებს აი ამას ვერ ვწვით რომ ეს არ იყოს ჩვენთან. კი ბანდო ამაზე მე ნანახი მაქვს რომ ეს კონგრესმენი რო გამოდის ხო კონგრესმენია თუ არ ხო მე მგონი სენატორი არ ვიცი. სენატორი რა მშობა ხა ეგ თუ გვეშლება გვაპატიეთ გამოდის და ანუ ეს ამ სკოლის სადაც რომ სკოლაში ეს ციგნი იმას ქნეს და არიგეს მან δεუნება რომ ეს საკითხული გაქვს აქ რაც რეების წერია და რაც არის და მან არ ვიცი არა არ მაქვს წარმოდგენა რაზე ინფორმაცია არ მაქვს აბა ბიჭო სკოლაში რო რაღაცას არის დირექტორი ხარ წარმოდგენა თუ არ გაქვს რა არის ვაფშე რა ზეულაპარაკობ ანუ იტყუება ხომ არა ნახე რა არის იქ ხო პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე იხსნის რომ ანუ წარმოიდგინე მაგაში მე არ ვიცი არა კომპეტენტურია სკოლაში სადაც დირექტორია იმ სკოლაში რა რიგდება ვაფშე რა და რამაზ ხო იყო ამასთანაც გაუშვით რომ ამერიკაში ყველა მიც ეს ამბები ამერიკაში და ევროპაშიც ყველა დარწმუნებული ვარ კი არა ანუ იმათგან მოსმენელი მაგრამ იციან რომ ჩვეულებრივად იყიდება და ჟურნალები და რიგდება ეხლა შეიძლება ზედმეტი და თემებში არის მაღაზიებში აი ციგნი შეგიძლია ჩვეულებრივად ეხლა ეს ციგნი არის ანუ სანტა კლაუზი შეგიძლია ამაზონზე არის და ჩვენ გამოიწერო მოკლედ არის რა ანუ ხელმისაწვდომია ყველგან ხო და ამას ამ ყველაფერს ვინც გვერდში უდგა ხართ მოკლედ შეგიძლიათ მოგვიეზროთ თქვენ მტრებად ქალბატონო მაგდა ველოდებით თქვენგან ახალ სტატიას აი ამ ყველაფერზე რომ ჩვენი მტრები რაღაც აი ჩვენზე ახალი სტატია რომ დაიწეს და მე მინდა კი წერო ბევრი მე მომხრევარ მაგის მე მინდა ამასობაში გამოვეხმაურო ასევე რავი ერთი ორმა ჩვენო მეგობრმა ჩამიგდო ვიდეო აი სად ვარ თი დათაგულები შენს ბაბას ვიცავარ აი ესე არის სადღაც მოთაგული რომ ჩვენ გაგვეგო ზოგადად ეს სამ ვიდეოს და გამოწვევის არსებობა და ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვთქვით რომ ანუ სადღაც დებატები დაიწყოს და დაუждეთ დებატები იმას არ ნიშნავს რომ უნდა დაუждეთ და ერთმანეთი აი და უი და ვინ მოიგებს მაგაზე უნდა იყოს ზოგადად კი ხო შოუს მოსაწყობად არა ეს დებატი ჯანსაღი დებატი შეიძლება იმის ირგული უტრიალებდეს ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო რა არის კაი და რა გაკეთდეს და როგორ გაკეთდეს ვისა შეხედულებեք და იმაზე ვიკამათოთ ვიღაცას ისე ფიქრობთ ვიღაცას არსებობს სადაც პარტია დაჯგუფება თუ რავი რაღაცა 12 სართული ხო და მე მგონი ძალიან მაღლა ходით და პირველ სართულზე რო ჩამოხვიდეთ უფრო რეალურად დაინახავთ ვაფშე მოვლენებს და ანუ აი ამ ორმა ბიჭმაო ანუ ეხლა წარმოიდგინე რატო მაგ ცოტა ესეთი ტონი რა ანუ და რა არის საწყენი პირველ რიგში რა რომ გვეუბნება რომ აი ამათმა თქვენ გამოჩნდენო ბიჭებიო ვინცო აქ ხო ხდები აი შემოგთავაზესო რა დებატები და დავაიო ჩავნიშნოთო და იმას ვთქვა ან და მოდიო ერთმანეთს კოცინაცის ძახილსო ნუ დაუწყებთო დაუждეთო და ვილაპარაკოთ ჩვენ რასაც ხაზი გაუზით ვკაფიოთ რომ დილობის და ყველობის პრობლემებში აი კოცინაცის ძახილს ნუ დაუწყებთ დამთავრებული არ ქონდა ოცნების ბანაკიდან გამოჩნდნენ ბიჭები ვინ გამოჩნდნენ ოცნების ბანაკიდან რა ბანაკი ჯერ ვაფშე ანუ ხო და ეს ბანაკები და რაღაცების დრო ჩვენთვის დიდი ხანია ჩავიდა ეგ მიშას დროს იყო ბანაკები და რაღაცა იყო ეგ სიტყვა თუ რა არის ვერ გავიგე მაგრამ ჩვენ საკმაოდ დიდები ვართ ეხლა მაგ სიტყვისთვის და ის არის რა ქვია ხო რავი და ოცნების ბანაკიდან გამოჩნდნენ რო იძახი და პირველ ღილს რო ეგრე არასწორად იკრავ
დანარჩენი ღილებით შეიკურება ძალიან არასწორად. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენ რო აგარ დაუждეთ მართლაც შოუს მოსაწყობად არ გვითხოვს ეს განცხადება, სხვანაირად და შენ უკავე მოგვიხსენიებ ისე, როგორც არანაირი ხო ხდები და არაფერი არ გაქვს რა ხელში. პატივისცემას ვერ არ იმსახურებ გინდა. ხო, რა და რაღაცა ამბიციები გასაგებია. ძალიან გამეხარდება ძმებო და მეგობრებო, რომ თუ თქვენ საქართველოს სამსახურში იდგებით, სწორ პოზიციებს დაიცავთ და თქვენი ქვეყნისთვის კარგი გენდომებად, მაგრამ აქ რაღაცა ამ თემაზე ვიდებატოთ, იმ თემაზე ვიდებატოთ. ნახე რა არის ჩვენ ეხა მე პირადად ვაფშე სხვა პროფესია მაქვს და არც პოლიტიკური გზა არ მაქვს და არც პოლიტიკოსობას არ ვაპირებ და არც მაგით არ მივდივარ რა. რავი, შენ შეგიძლია დააფიქსირო მაგის შესახებ შენი აზრი, მოურჩევი პროსტა და არ ვაპირებ რა მაგით ეხა. დაგიჟდეთ ეხა პოლიტიკური ცხარე დებატი და შოუები მოვაწყოთ. ეგ რავი ჩვენ ინტერესებში ვაფშე არ შედის და არავის არ ეგონოს იქ რომ ეხა ვინმე უკან დაიხიან ის უბრალოდ აქ ეხა დაუждეთ და მე ვიღაცა ვლანძღო და ვიღაცებს ვაგინო და ხო ხდები არასასიამოვნო გადაცემა გამომივიდეს და ბევრი ყურება რადგან ექნება ჩემთვის მაგას ინტერესი არა აქვს და რადიკალ ტიპებთან ჩვენ არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს. ხო რა და რადიკალები ხა ცდილობენ რომ აღარ იყვნენ და თითქოს ემიჯნებიან აქ რაღაც ამ აქციებს და იქ რაღაცა პატრიოტობენ და რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოგონილი ესენი. ჩვენ ემიჯნებიან მაგ აქციებს ამათ ნაწილი იყვნენ აქ ამ აქციებიდან გამოიჩეკენ აქ ამ ხო მაგას გამოიჩეკ არა ეხა რაღაცა ცდილობენ დისტანცირებას და იქ არა ვიდეოს მაგალითად შევედი პროსტა ვიდეოს ჩამოვიდა ერთი იძახის რომ აქციებზე უფრო მეტი უნდა ვიყოთო. კი, მაგრამ ხო არ მე რაც გიცი მაინც რაღაცებში ცდილობენ რომ ვითომ ესენი რაღაცა უფრო პატრიოტები არიან და ესენი ამ გამოჩეკელები არიან ამ აქციებიდან. ამ აქციებიდან გაიცნეს ხალხმა და არა რუსულ კანონს და რუსეთში მივექანები და ეს საზოგადოება არის. ანუ ჩვენ აქ რო ესენი დავიჯინოთ, ანუ რაც არ უნდა ველაპარაკო და რამდენი რაღაცა არგუმენტებით ვესაუბროთ. აზრი არა აქვს, უბრალოდ მაინც ვერაფერს ვერ შევაგნებინეთ. ესენი არიან ამ ნაჭუჭე ხა რაღაცა რაც არ უნდა ეცადონ ამათმა და იქ რაღაცა ვითომ პატრიოტები გახდნენ. მე ამის არ მჯერა. ნეტად ვწდებოდე. დავლიო და მაგას ხო არა აქვს ნათქვამი რომ წყალი დავლიო. ნეტად ვწდებოდე. ანუ ეგეც ამ ვიდეოში გამოჩნდებიან ეს ბიჭები, ეს არ არის ეს ამას სამუდამ უარს არ გულისხმობ. ჩვენ შეიძლება რაღაცა რავი დავაკვირდეთ და შეიძლება რაღაც დრო მოვიდეს და რაღაცა მართლა დავუჯდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ ეხა ამ ეტაპზე უბრალოდ ამ ადამიანებთან საუბარი წყლის ნაყვაა, სხვა არაფერი რა. და ვაფშე უკიდე ამას დიდ დროს უთმოთ ეხა ამათ და მოდი გადავიდეთ. ხო არაფერი, პროსტა ბიჭებო, მართლა გულით გისურვებთ რომ რავი, საქართველოსთვის ბევრი კარგი გაგეკეთებინოთ და პირიქით ყველას გაგვეხარდება პირიქით რომ თქვენ საქართველოსთვის კარგი რაღაცები გააკეთოთ. ზოგადად ამ ხრივ თუ წარმატებულები იქნებით, კარგი იქნება ქვეყნისთვის პირველ რიგში და თქვენი თავისთვისაც პირველ რიგში და ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ ყველაფერში. აქ არაფერი არც საკამათო არის, სადებატო არის და მე მგონი მისამართი მაგ ამბავს შეგეშალათ ხა ქვეყნისთვის ვინც უფრო მეტ კარგს გააკეთებს, ავი მაგას შევეჯიბროთ თუ გინდათ და მოსულა რა, ჩვეულებრივი ამბავია. პოპულიზმს შეეშვან და საქმე აკეთონ. ხო, მოკლედ გადავიდეთ სხვა თემაზე ხა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაზე გადავიდეთ. კი, განცხადებები მოვისმინეთ, რაც თქვენს უნდა გიხაროთ ჩემი აზრით, და ვაფშე ყველა ქართველს უნდა უხაროდეს ეს. რავი, ანუ რას ვხვდები, ისე კარგი რაღაცები რო იწყება, ანუ არავინ ამ კარგ რაღაცებს შანსს არ აძლევს თუ ვერ გავიგე და არავის არ უხარია და მაინც ეხა და მაინც მიდის აი უკან და უკან ხედვა და რაღაცა. მოდი რა წინ გავიხედოთ, უპრეცედენტო რაღაცები ხდება, რომ მართლა არ ყოფილა ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი, სულ ხალხი სულ მაგას ითხოვდა, რომ აი ფასები ამხელა და ის გადაცემებით დავიწყეთ. ანუ მაგით ხო დავიწყეთ. მაგის გარდა დემოგრაფიაზე ფასებზე ლაპარაკობთ. კი ბატონო, გამოვიდა ადამიანი და აკეთებს ესეთ განცხადებებს, რომ ხმა მაგლა ლაპარაკობს. ამას აქამდე არავინ არ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ მე გასაკეთებელი ექნებოდა. ხო. აქედან ავტომატურად ჩანს ის, რომ კაცმა თუ ადამიანმა ლაპარაკი დაიწყო. ხო, იმედი მათ ლაპარაკი არაჩება და გაკეთდება. კი, ამაზე გული შეტკივა და ანუ უნდა რომ გამოსწორდეს, დასტაბილურდეს ეს სიტუაციები რა. და დრო გვიჩენოს მაგას გააკეთებენ თუ არა, ხო? თუ არ გააკეთებენ, მაგასაც ვიტყვით. ხო, მოდი მინიმუმ აი ეს პრეცედენტი რო ხდება, ამას იმედის თვალით შევხედოთ, გაგვეხარდეს და ვაცადოთ რა, დრო მიუცეთ ამ ყველაფერს, რა როგორ მოხდება და დანარჩენს ყველაფერს დაინახავს რა აზრი და მოდი მოვისმინოთ პრემიერის რაღაცა პატარა ამონარი დია და მე გავშალოთ.
საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ასნამატი სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძრის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აი წარმოიდგინე რა ჯერ აკაი რაღაცებში მე რა კიდე ეს მოკლე ვიდეო იქ კიდე საუბრობს კარტელულ შეთანხმებებზე და რაღაცებს კარტელულ შეთანხმებებს ყველა სფეროში კარტელული შეთანხმებებია აფთიაქებს ქსელებში აგერ სუპერმარკეტებში ბენზინგასამართ სადგურებში ყველგან აი დიდ ბიზნესებში ყველგან არის კარტელული შეთანხმება კაროშე რაც ნიშნავს რომ თანხმდებიან რაღაცა საერთო ფასზე აი ვიღაცა მაგათაც შენ ახლა რო ოპერირებდეს რაღაცა აფთიაქი რო გახსნა სიტუაცია და იქ იაფი ფასები დაგადგებიან და გეტყვიან ჩემო ძმაო ჩვენ აქ ფულშოულობ და რამე და რატო გვიფუჭებ სიტუაციას მიხვდი და შენ ანუ შენს გაიძულებენ რომ იგივე ფასი დაადო ისიც რა ფასაც ყიდის ანუ 800 და 1400%-იანი მოგებები რო აქ ანუ აი წარმოგიდგინე და ეხლა წარმოიდგინე ამას გამოდის და პრემიერი საუბრობს ამაზე. ზოგადად ანუ ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი უნდა დასრულდეს ჩვენთან ეს თავისუფალი ბაზარის პრინციპი და სახელმწიფო არ უნდა ჩაეროს ბიზნესში და ეს სრული აბსურდი ამაში ვართ 30 წელია და გერ ამ მდგომარეობიდან მივედით აგერ თვითონ პრემიერი ლაპარაკობს ამას. და დასკე სახელმწიფო პირიქით უნდა ჩაეროს კაპიტალისტი რომელიც გაღორებულია და ფულმა დააბრმავა და რო ვერ ხვდება ვერაფერს ზუსტად სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და უნდა აკონტროლოს. რომ ვერ ხვდება რა ეს კაცი რა სახში სუფთა მოგება რომი აქვს სიტყვაზე ნავთობში და ბაგ ბიზნესში 500 მილიონები აქვს სუფთა მოგებები მიაქვს სახში აქ ეხა მაშინ რა ქვია სუპერმარკეტებში რაღაცა 20-დან 100 მილიონამდე სუფთა მოგებები აქვს გააჩნია ეხა კომპანიებს და რაღაცა და დაიკელით რა ვიღაცა გამოდის ამ ვიღაცები აი ამას აკრიტიკებენ უკვე გამოდის გოცირიძე და იზახის რომ საოჭო ქსელების რეპრესიები დაიწყო აი რა შეიძლება და დეკანოიზე გამოდის და ეხლა შევარდებიანო მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოითხოვენ. აი გეთახმები ეგრე ანუ შევარდებიან, შევლენ და ფასების რეგულაციას მოითხოვენ. კი, ნამდვილად ესე არის. და ძალიან კარგია. უნდა მოითხოვონ ფასების რეგულირება. ანუ ყველაფრის კენარიან, ოღონდ კარგი არაფერი არ ანუ ყველა ფორმით მოიხსენიებენ. 35 წელია ბიჭო, ამას არავის არ მოუღია ხმა, საერთოდ არავის არ მოუღია და ლაპარაკობენ ეს ხო უნდა დავაფასოთ. მინიმუმ ლაპარაკი უნდა დავაფასოთ ჯერ. და მე განხორციელების პროცესში უნდა შევხედავთ. ეხლა ჩვენ ხო ცხოვრობთ, აქ ხო ხვალ ხო წავალ და ვიყიდით, ხვალ რამიშოვა, აი ხომ და როცა ეს პრობლემა მოგვარება დაიწყო. ხო ნახავთ სიტყვაზე პამიდორი მე იმ დღეს 2 ცალი პამიდორში 5 ლარი გადავიხადე რა, ანუ არარეალური ფასია რა. ეხლა ხო ნახავ რომ შემდეგ მისვლა სიტყვაზე იმ 2 ცალ პამიდორში 3 ლარს გადავიხდი, ანუ 2 ლარს სიტყვაზე. ესე იგი რაღაცა იცვლება ხო? ანუ ამას ჩვენ თვითონ ვიგრძნობთ. თუ არაფერი არ შეიძლება ისევ გადაждდება ან ის იგივე ფასები დარჩება, ესე იგი არაფერი არ გაუკეთებიათ და რა თქმა უნდა გამოვალთ ამაზეც ვიტყვით რომ არაფერი არ გაუკეთებიათ. ძალიან მარტივია ეს პირველი ნაბიჯი და გადადგეს გამოდით ამ კომპლექსებიდან და თქვით რომ აღიარეთ რა პრობლემაა რომ თქვი უბრალოდ რომ რა კარგია. ხო მაგრამ ეგენი რომ თქვენ ესენი არასაინტერესო ტიპები არიან ეგრევე მიხვდი? ხო ანუ არა და პირიქით საინტერესოები გახდებიან მაგას ხო და მაგას ვიტახ და მაგას ვერ ხვდებიან რომ პირიქით საინტერესოები გახდებიან ანუ ხალხი უფრო მოусმენს რომ ნახე რაღაც ობიექტურია რა რაღაცა აღიარა რაღაცა კარგი ხო ხდება ბიჭო ამ ქვეყანაში რაღაცა კი არა ძალიან ბევრი კარგი ხდება მაგრამ აი რაღაცა კარგი არა მაგათვისაც აი ნახე ეგეთი აი ზუსტად მაგდონის ტიპები არიან რომ რაღაცა კი არ ხდება ანუ ბევრი რაღაც ხდება კარგი მაგრამ ერთს არ ამბობენ მიხვდი აი იმას კი არ კარგავენ მაგალითად აი 10-დან 5-ს კი არ კარგავენ საერთოდ ყველას კარგავენ ანუ რომ თითქოს ვართ აი აროჩი რა მიხვდი და ეხლა რავი ანუ რას ვლაპარაკობ ტყუს ვერ გავიგი ანუ მართლა ჩვენ არ ინფორმაცია არ ვცხოვრობთ ამ ქალაქში ვერ გავიგებთ ყველაფერს რა რა როგორ შეიძლება ფასები თუ დასტაბილურდება რა
დემოგრაფიულ პრობლემებს ყურადღება მიექცევა რა. ეხლა ძალიან სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ეგეც და ეგ შემდეგ გადაცემებში გავშალოთ. მოძრაობს ეს 100 მანქანა და 500 მანქანა უჩაში და მოძრაობა არის. მაგას მე ხო დეგენ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს მაგის რა რაიონში უნდა გაჩნდეს სამუშაო ადგილები და დაიცლება თბილისი. აქ 150,000 ტაქსი მომეთ ჩამოსული არიან 150,000 ტაქსი ძღოლი არის რა. იმას ჩვენ სამუშაო ადგილები შევუქმნათ რეგიონში. მოხდება დაიცლება ქალაქი და წავა ის ადამიანი იქ და ეს უნდა მოხდეს რა და კიდე ერთხელ ვიმბობ ამას ჩვენ ყველანი ვიგრძნობთ. აქ ვცხოვრობთ. გაიაფთება, ვიგრძნობთ, გაძვირდება, ვიგრძნობთ და ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე და მოდი რა კიდე ერთხელ ვიმბობ გაგვიხარდეს ბიჭო რაღაცა პირველად მოხდა რომ ქვეყნის პრემიერი გამოდის და ეს რაღაცას ლაპარაკობს ეს როგორ არ უნდა გაგვიხარდეს ახლა ვერ გხოვი. წამენი რა თამაში აქვს რომ ანუ რაღაცას გააკეთებ და რატო გააკეთა ეს ანუ ამას შვებიან ამ რაღაცას არ გააკეთებ და რატო არ გააკეთე და თქვენ რა გინათ მართლა აქედანაც იმას გიქნან და იქიდან იქაც თურქმენეთში მურკეც ბაიასინოს მოუშველებდი აი ზუსტად არიან ექსასტა თურქმენეთში რომ აქედანაც რო გინათ რომ იმას გიქნან და იქიდანაც იმას გიქნან და ეგრე არ გამოვა რა ეხლა რო არ გამოდის და დან ერთი მხარე აირჩი და იქიდან მოაბით ხომ ეს აი თურქმენეთში რო იყო რატო იყო ხო ლაპარაკობდეთ აი ჩინეთში სამიტი რო იყო იქ არ მიგვიწვიეს და იქ რატო არ მიგვიწვიეს ანუ აი იქ რო წამიგვიწვიეს და რატო მიგვიწვიეს რამე მომხდარიყო ჩვენ გარეშე რამე გადაწყვეტილიყო ჩვენ გარეშე წყვეტენ უკვე ყველაფერსო ჩავედით იქ ჩავერიეთ ჩვენი სიტყვა ვთქვით იქ ჩავიდნენ ერთაერს უთქავდნენ აი გინცინგ უკანს მოტი არის ხო რა და მოკლედ აი ძალიან დამღლელი არის ეს ყველაფერი და ძალიან ცუდი არის ავიდეთ ნელ-ნელა დასასრულის ჩვენ კი ვხედავთ ყველაფერს ბაზარია რა ეგრიან ნამდვილად რავი მე მგონი ბევრი თემები მოვიცვით არა ამ თემაში საახალწლოდ მეტით აღარ დავტვირთოთ ჩვენ აღარ დავტვირთოთ ხო მეგობრებო ეს ჩვენი 2025 წლის ბოლო გადაცემა იყო შეხვდებით 2026 წელს გილოცავთ კიდე ერთხელ დამდეგშობა ახალ წელს და ვიმედოვნებ რომ ჩვენი ქვეყანაში ეს დაძაბული სიტუაციები გადაევლის და 2026 წელს რაღაც უფრო დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა და უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდებით. ისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, კარგად გრძანდებოდეთ.